მოგესალმებით, მე ვარ Forlesons წერტილინის ადმინისტრატორი და ამ გაკვეთილში განვაგრძობ იმაზე საუბარს, თუ როგორ გადავიღოთ Counter-Strike-ის demo. ესე იგი, გადაღების გაკვეთილები უკვე დადებული არის, ახლა გასწავლით სონივიგაციის საშუალებით როგორ დავუდოთ მას ეფექტები. ესე იგი, მე აქ აღებული მაქვს რამდენიმე მომენტი და ამ მომენტებზე გავაკეთებ ამ demos. ესე იგი, ახლა ამას ჯერ გავაკეთოთ რაიმე მიახლოებები. ეს უმჯობესი იქნება თუ დააყენებთ 16:9-ზე TVA ეფექტით. აი ვთქვათ ეს აი ამ მომენტში მივაახლოვოთ. აი ეს ავტომატურად ეს ახლა დავუდოთ რაიმე ეფექტი. მაგალითად აი ეს bump map. Okay. და ახლა ვარეგულიროთ. აი იყოს ესე. ნახოთ რა გამოვიდა. ახლა გავაკეთოთ სხვა მომენტებიც. იყოს ეს. აი ესე და დავუდოთ ამასაც რაიმე ეფექტი. მაგალითად აი ეს levels. სასრული მომენტზე დავაყენოთ. აი ესა. ესე. და სხვებსაც თქვენი სრული სამებრ დააყენებთ. და როგორ შევინახოთ ეს საერთოდ Counter-Strike-ის დემოებს და მინიმომენტებსაც ერთადად უყენებენ სიმღერას. ეს სიმღერა არის rock სიმღერა და უმჯობესი იქნება თქვენს თუ ესეც დაუდებთ. და როგორ შევინახოთ ეს მომენტი. ესე იგი მივცემთ file render as და აქ მივუთითებთ ფორმატს თუ რა ფორმატში გინდათ შეინახოთ ადგილმდებარეობას და შეინახავთ ჩვეულებრივად. ამით ეს ვიდეო კურსი დასრულა. თუ რაიმე ვერ გაიგეთ, შემოგზავნით ჩვენ საიტზე forlesons.in და წერეთ ვიდეო გაკვეთილის თხოვნებში ან და კომენტარებში. ნახვამდის.